ასამდე საოპერო დადგმა და მუსიკალური სანახაობა ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ოპერას მიუძღვნა. გურამელივას 80 წლის იუბილეზე ხელოვნების ქურუმის სტატუსიც მიენიჭა. ბატონო გურამ, მაგვედრაში რა არის? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 სიგარეტის ნამწვავი. ეს რამდენ რა პერიოდში? დაწყალი. სუბტაილო რო დავიწყე 12 საათზე რეპეტიცია. ეს მხოლოდ ერთი რეპეტიცია. ასეთი ყოველ სპექტაკლზე სანერვიულო რამდენიმე ათეული დღე ჰქონდა. სულ კი გურამელივას ასამდე საოპერო დადგმა და მუსიკალური სანახაობა ეკუთვნის. დირიჟორობა მინდა, მაგრამ მე ბედმა ხმატვილობიდან უკვე კაცების გზაზე რო დაგვაყენა მე და ჯანსონი, მივხვდი რომ დირიჟორი მარტო ის არის, საერთო შანსი არ აქვს არავის ქვეყანაზე. დავძენე თეატრი მაინც რეჟისურაში გადავყავითარო. რეჟისურა სახუობა. პირველი 2 წელი ოპერის რეჟისორი შტატში ჩარიცხული და ხვილი აწეული და რაღაცა. მე თურმე უნდა დაიკაპიტო ხელები. ემსახურო ამ ხალხს. გურამელივას დღეს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ის მეხუთე არტისტია საქართველოში, ვისაც ხელოვნების ქურუმის სტატუსი მიენიჭა. ჩვენი ოპერა ვერ იქნებოდა იმ დონის რაც არის. მთელი თავისი სიცოცხლე, მთელი თავისი შემოქმედებითი ძალა მართლაც აი შეიძლება ითქვას, რომ მან აი ჩააქსვა ოპერაში ცხოვრებას, მუშაობას, მოღვაწეობას. ეს ის ოპერაა. მე არ ვიცი რამდენი სპექტაკლი დადგა, მაგრამ რატომღაც მგონია რომ 35 სპექტაკლზე მეტი. ახალგაზრდობიდან მოყოლებული მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გამამახსოვრდა საოცარი სპექტაკლი დონ პასკუალე, ეგ რაღაცა საოცრება იყო და ამის მერე გურამმა ძალიან ბევრი შეძინა ჩვენ საოპერო თეატრში. თბილისის ოპერის სოლისტებმა მრავალჟამიერით მიულოცეს. მე-80-ე დაბადების დღეს რეჟისორს ის მუსიკოსებიც ესტუმრენ, ვინც მას ვარსკვლავური კარიერის დასაწყისში დებიუტს ან თანადგომას უმადლის. ძალიან ბევრი რამ შემატა და მასწავლა როგორც მომღერალს და როგორც მსახიობს. ვუსურვებ მას ბედნიერებას, ჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში და ვუსურვებ, რომ ჩვენს გვერდით იყოს დიდხანს, რომ კიდევ ბევრი რამე გვასწავლოს აუცილებლად. ერთადერთი ადამიანი, ვინც ყოველი იმ კონცერტის შემდეგ, რომელსაც ვატარებდიდან, რომელსაც ესწრებოდა ბატონი გურამი, მაძლევდა რჩევებს და შენიშვნებს. ეს ყოველთვის იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი კონცერტის მომზადებისთვის და დღეს, როდესაც დამინახა, მითხრა, რომ უკვე შენი ტექნიკური მხარე ჩემთვის ბოლომდე მოსაწონია, ეხლა კი უნდა იდირიჟორო მუსიკა. საოპერო ხელოვნების თავდადებული გადამკვდარი ადამიანი და მისი ცხოვრების ყოველი წამი არის სავსე ოპერით, ამიტომაც ვარ მე აქ, ამიტომაც არიან ჩემი მეგობრები ოპერის სოლისტები აქ და მინდა ეს სიყვარული და ეს პატივისცემა რაც ჩვენ გულებში აქვს ამ ადამიანს, რა გვაქვს ამ ადამიანის მიმართ დაუდასტუროთ. გურამელივა საქართველოში ერთადერთი რეჟისორია, რომელსაც საოპერო სცენისთვის არ უღალატია და ამ დრომდე არ შეუწყვეტია ფიქრი მუშაობის განახლებაზე. მაგას ამბობს, რომ მე დავამთავრე ის დამთავრებული დაბადებული მაშინ. როგორ უნდა დავამთავრე? ის რაც შენი საცოცხლო, მაგრამ როგორ უნდა ის არ თავდება. შეიძლება შვილის სიყვარული დამთავრდეს, რაღაც უბედური კონფლიქტის შემთხვევაში. შეიძლება ცოლის სიყვარული დამთავრდეს. არ სიცოცხლის სიყვარული როგორ უნდა დამთავრდეს. ეს ხო სიცოცხლის ნაწილია შენი ხელობა. ამიტომ გურამელივამ გადაწყვიტა იუბილარის პრიორიტეტი თესარგებლა და მინისტრისთვის შუამდგომლობა ეთხოვა. თანხმობის შემთხვევაში მზად არის დონ კარლოსის ახალ რედაქციაზე მეცადინეობა ხვალიდან დაიწყოს. როგორც ყველა დანარჩენ სპექტაკლს, მომავალსაც საკუთარი სცენოგრაფიით დადგამს. ერთ რამეს ამბობენ, რომ 80 წლის შემდეგ დიდი თავდაღმართი იწყება თავისი საკუთარი სიჩქარეები. დედას უპირებ, არა უყვები თავდაღმართს. შევეცდები ვაშკაცურად ამოვირბინო ისევ ზევით. ნახოთ რა გამომიდგა.